ჰაერის ნიშნობა მოემზადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ნახოთ ახლა რა იქნება თქვენი ივნისის თვის ენერგია. ყველა ნიშანზე სათითაოდ გავშლით, ეს იქნება ტყუპები, სასწორი და მერწყული. მოდით დავიწყოთ ტყუპებისთვის. ტყუპებისთვის ზოგადი თვის ენერგია, პირადი ცხოვრება და კარიერა და ფინანსები. ქურუმი ქალი ტყუპებო ეს არის შინაგანი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების ბარათი. ცოდნა, ინტუიცია, ფარული ინფორმაცია. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ ყველა პასუხი შეიძლება არ ჩანდეს, ანუ ზედაპირზე არ იყოს, მაგრამ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ეს არის განსაკუთრებული ინტუიციის ბარათი. ივნისის თვეში თქვენ გაგიძლიერდებათ ინტუიცია. შეიძლება რაღაც საიდუმლო, რაღაც დაფარული ინფორმაცია გაიგოთ, რომელიც აქამდე არ იცოდით და ეხლა გამოაშკარავდეს. ასევე ძალიან დიდი დრო უნდა დავუთმოთ მე დაკვირვებას. ანუ ნაკლები ივნისის თვის განმავლობაში ეცადეთ რომ ნაკლებად იმოქმედოთ, ნაკლებად გააკეთოთ რაღაცეები, უფრო მეტად უნდა იყოთ დამკვირვებელი. მთელი თვის განმავლობაში მოიქნებით აქტიური ამ თვეში. რაც შეეხება ჯოხების რაინდს, სასიყვარულო ცხოვრებაზე გვეუბნება რომ ეს არის მეტი, ანუ პირად ცხოვრებაში უნდა გამოიჩინოთ უფრო მეტი ინიციატივა, ვნება, იმიტომ რომ შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს რაღაცა მოვლენები, იმიტომ რომ მოძრაობა ჩანს აქტიურად. ეს არის საინტერესო, ახალი საინტერესო ადამიანის გაცნობა. ან უკვე არსებულ ურთიერთობაში სწრაფი განვითარება, ფლირტი, მიმოწერა, შეხვედრები, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად, რომელიც თქვენზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის როგორი ბარათი იცით, რაღაც ემოციებს რომ აყვება რა, უცბად რომ ქარიშხალივით შემოიქროლებს და შეიძლება ამან ცოტა რელსებიდან გადაგიყვანოთ. შეიძლება რეალობას მოგწყვიტოთ, ამიტომ ცოტა მეტად იყავით დაკვირვებული, იმიტომ რომ მოვლენები პირად ურთიერთობაში ძალიან სწრაფად შეიცვლება. რაც შეეხება უკვე კარიერას და ფინანსებს, ასეთ რაღაცას გეტყოდით, რომ ზრდა ნახეთ სიუხვე. რაღაცა პროექტები რაც წამოიწყეთ, აუცილებლად განვითარდება, შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ სანაცნობო წრე გააფართოვოთ. შემოქმედებითი იდეები აქციოთ რეალობად. ეს ბარათი არის მოულოდნელი მოგების. პროცესები მოგცემთ, შეიძლება სწრაფად არ იზრდებოდეს, მაგრამ აუცილებლად მოგცემთ მოგებას, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ განვითარდეს. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, თქვენთვის არის ივნისი საკმაოდ მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა დააკვირდეთ იმას, რომ მოვლენებში არ ჩაერთოთ, ანუ რაღაცები რო ხდება, იმაში არ ჩაერთოთ, უფრო მეტად დამკვირვებელი უნდა იყოთ. პირად ურთიერთობებში ეს სწრაფი განვითარება მოხდება, რაღაცები სწრაფად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება ბევრი ადამიანი გამოჩნდეს და ასე შემდეგ და ცოტა ყურადღებით უნდა იყოთ ამასთან დაკავშირებით და კარიერაში და ფინანსებში გაქვთ ზრდა და სიუხვე. ვიტყოდი რომ თქვენთვის არის ივნისის თვე იდეალური, ბევრი კარგი შესაძლებლობების მომტანი. ახლა ვნახოთ რა ხდება. პირველი ბარათი იქნება ზოგადი ფონი, მეორე ბარათი იქნება პირადი ურთიერთობები და მესამე ბარათი იქნება კარიერა და ფინანსები. სასწორებს რაც შეეხება, აქ არის როგორი
როგორი კომბინაცია იცით, ერთდროულად გვაქვს როგორც იმედი, ასევე დანაკარგები და იმედგაცრუება. მოდი დავიწყოთ თავიდან. ზოგად გაშლას, ანუ ზოგადი ფონითვის იქნება რწმენა, განკურნება, მომავლის იმედი, შინაგანი სიმშვიდე, რთული პერიოდების შემდეგ ძალების აღდგენა, მიზნების მკაფიოდ დასახვა, რაღაცა შთაგონების დაბრუნება, განცდა იმისა, რომ ყველაფერი ნელ-ნელა უფრო უკეთესად იქნება, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგება, რომ გზა, რომელიც შეიძლება ამ დროს არ ჩანს, აუცილებლად გამოჩნდება და მე შევძლებ ყველაფრის ისე გაკეთებას, როგორც მინდა. რაღაცა იმედის ბარათია. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ვიტყვი, რომ აქ არის ემოციებზე მეტად, უფრო მეტად გონება ჩართული, ხმლების დედოფალი არის პირდაპირი, გულწრფელი, პრინციპული, ურთიერთობაში, თქვენს ურთიერთობაში უფრო მეტი საუბარი იქნება საჭირო, გულწრფელი საუბარი იქნება საჭირო, საზღვრების მკაფიო დაცვა იქნება, ანუ უფრო მეტად რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი, რაღაცა ილუზიების ფარდა ჩამოიხსნათ და ანუ მხოლოდ იმაზე, რომ რაღაცები დაალაგდება და რაღაცები უკეთესად იქნება, მაგაზე იმედის თვალით შეხედვა არ ღირს, ამიტომ მეტად რეალობას გაუსწორეთ თვალი. ახალი ადამიანის შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ურთიერთობაში თუ მარტო ხართ და ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა, ღრმა ურთიერთობა, აი ზედაპირული და ემოციური არა, უფრო სიღრმისეული. რაც შეეხება უკვე ფინანსებს და კარიერას, ეს უფრო იმედგაცრუებაზე დანაკარგზეა, აი როგორ იცი განიცდის ადამიანი, იმას არ უყურებს, რაც აქვს, არც გზას და შესაძლებლობებს, თითქოს რაღაცა წარსულ დანაკარგებს მისტირის და ეს არის აი როგორი რაღაც იცით, რომ ივნისის თვეში არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს ფინანსების და კარიერის კუთხით, როგორც თქვენ ფიქრობდით, მაგრამ არ უნდა უყუროთ იმას, რაც დაკარგეთ, არამედ უყურეთ იმას, რა შესაძლებლობებსაც გაძლევთ სამყარო, ხო? ანუ მოიტოვეთ უკან ის რაღაცა იმედგაცრუება, შეიძლება რაღაცა ფინანსური თემების გამართლების მოლოდინი გქონდეთ და დროებით რაღაცა უკმაყოფილო არასასურველი შედეგი მიიღოთ. ამიტომ ამ ბარათს ისე შეხედავთ როგორც რაღაც მარცხის ბარათს. მე მინდა რომ თქვენ დაინახოთ ახალი მიმართულების პოვნის ეტაპი, ნახეთ, აი რამდენი შესაძლებლობები აქვთ, ხო? შეუძლია აი აქ აღარ დარჩეს. აი ამას კი არ უყუროს იმას, რომელიც სავსე აქვს, ხო? აი 2000 ფეხზე დგას. შეუძლია მდინარის იქეთ გადავიდეს, ნახეთ, ახალი შესაძლებლობა აქვს. აგერ ხიდი გადაკვეთოს, თუ ფეხის დასვალება არ უნდა. ახალი შესაძლებლობები დაინახეთ რა. ნუ მისტირით იმ რაღაცა იმედგაცრუებას, რაც გქონდათ. იმიტომ რომ მთელი თვის ენერგია გაქვთ პოზიტიური, სამომავლო პერსპექტივების ბარათი. ნახეთ, ვარსკვლავი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მთელი ეს ივნისის ენერგიები დაივსოთ დადებითი პოზიტიური ენერგიით. ასევე პირად ცხოვრებაში საკუთარ ღირებულებებს გაუსწოროთ თვალი, დაიცვათ თქვენი პოზიციები მკაფიოდ და კარიერასთან დაკავშირებით, გაფრთხილდეთ და დაინახოთ ის შესაძლებლობები, რაც ჯერ კიდევ არსებობს და ცუდ, ძველ, დაკარგულ და რაღაცებთან დაკავშირებით ყურადღება არ გაამახვილოთ. მე მაგას გეტყოდით. გადავიდეთ უკვე მერწყულზე. ნახოთ ახლა რა ხდება მერწყულთან. ასევე მინდა რომ 3 ბარათი ამოვიღოთ. ეს იქნება ზოგადი პირადი ურთიერთობები და ფინანსები.
მერწყულებისთვის ივნისისთვის ფონი იქნება, აი როგორი იცით, ცოტა გამძლეობის ბოლო ძალები რომ უნდა მოიკრიბოს ესეთი ბარათი, აი თითქოს განცდა შეიძლება გქონდეთ ისეთი, რომ თითქოს ცხოვრებამ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გამოცდა მოგიწყოთ და თითქოს რაღაცა მოვლენებს ძალიან ფრთხილად უყურებთ და თითქოს აი როგორ ხართ, იცით, ძალა გამოცლილი ხართ თითქოს, მაგრამ აუცილებელია რომ არ გაჩერდეთ, რომ ამას შეხედოთ როგორც გამოცდილების დაგროვება, არ დაკარგოთ სიფხიზლის უნარი, არ მოდუნდეთ, იმიტომ რომ გამარჯვება და გამარჯვების შესაძლებლობა ძალიან ახლოს არის, მიუხედავად იმისა, რომ თავს გრძნობთ გამოფიტულად, დაღლილად და ცოტა უენერგიოდ, იცოდეთ, რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის და არ უნდა გაჩერდეთ, არ უნდა მოდუნდეთ და არ უნდა მოადუნოთ ყურადღება. სიყვარულთან დაკავშირებით ეს არის უფრო პრაქტიკული ბარათი, აი პრაქტიკული ჯანსაღი ენერგიები მოდის აქედან, როდესაც აშენებთ ურთიერთობას, როდესაც ესაუბრებით ერთმანეთს, როდესაც აფასებთ ერთმანეთს, როდესაც თუ თქვენ ურთიერთობაში იმყოფებით, მაშინ აუცილებლად მთელი ივნისის თვე უნდა დაუთმოთ საკუთარი მომავლის შენებას, რაღაცა სამომავლო გეგმების და მიზნების დასახვას, ერთმანეთს უფრო მეტად უნდა მოусმინოთ. თუ თავისუფალი ხართ და ურთიერთობაში არ ახართ, ხო? მაშინ რაღაც შეიძლება განვითარდეს რაღაცა მეგობრობის, საერთო საქმიანობის ან თანამშრომლობის საფუძველზე. აი რაღაც ისე დაიწყოს თქვენი ურთიერთობა, აი როგორ იცით, თავიდან რო გრძნობით არ იწყება და აი ნელ-ნელა რო უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. აქ მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ნახეთ, აქ მნიშვნელოვანი არ არის მარტო რაღაცა ურთიერთობა, ეს არ არის ბარათი, რომელიც არის რაღაცა ვნების და რაღაც ისეთი ცეცხლოვანი ემოციების ბარათი, არა. აქ არის უფრო მეტი საუბარი, მოსმენა, ურთიერთგაგება, რაღაცა ფუნდამენტის, საძირკველის, საერთო მიზნების და შენების ბარათია ეს. რაც შეეხება კარიერას, ეს არის ძალიან ძლიერი ბარათი, მაგი და გეუბნებათ, რომ მერწყულებს ახლა გაქვთ რესურსები, ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები, რომ საკუთარი იდეები აქციოთ წარმატებად, შესაძლებლობად და გამოიყენოთ ეს თვე იმისთვის, რომ დაიწყოთ ახალი პროექტები, საკუთარი შესაძლებლობების წარმატებული მოლაპარაკებებით უკეთესად გამოყენება, ახალი სამსახური ასევე შეგიძლიათ, საქმიანობა თქვენი რაღაცა სფეროში თუ ხართ ან საკუთარი ბიზნესი გაქვთ, შეგიძლიათ გააფართოვოთ ეს საქმიანობა, შემოსავალი, ასევე შემოსავლის გაზრდაც იკვეთება, ანუ შენს ხელშია ყველაფერი და თუ სწორედ გამოიყენებ ამ შესაძლებლობებს, აუცილებლად გექნებათ და მიაღწევთ იმ მიზანს, რაც დაისახეთ და ჩაიფიქრეთ, ხო? მოკლედ, ძალიან გადაღლილად შეიძლება გრძნობდეთ თავს, მაგრამ არ დანებდეთ, ოღონდ სიფხიზლეც არ მოადუნოთ და წინ წახვალთ აუცილებლად. პირად ცხოვრებაში რაღაცა მყარი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობა იკვეთება, კარიერაშიც ასევე, თუ თქვენი ინიციატივა იქნება, ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობები გიჩანთ. დღეს მე ამით გემშვიდობებით, გამოიწერეთ ნიმატაროს არხი და უკვე ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ გაშლებში.